უკვე დავწერე. ეხლაც მინდა ისევ დავწერო. თქვენ დამი განცდილი ის ტკივილი მინდა აღწერო. აწყველდილით, სულს თვალებს ცრამლით რომ გივსებთ. არ შემიძლია ლექსი თქვენზე გულით არ ვწერო. ეს თემა უკვე გახდა თითქმის ყველას ტკივილი. დიდ თუ პატარას თქვენ ასავლეთ ჩუმი ტირილი. ზოგ შვილი, ზოგსაც დედის დაძმის განცდები. ვიცი ამჯერად ამ თემაში მე რომ არ ვცდები. მინდა სიწმინდით თქვენ წინაშე ქედი ვიხარო. უფლის წყალობით მუდამ ყველგან თქვენ რომ იხაროთ. სანთელს ავანთებ ეკლესიის ხშირი სტუმარი. უფალს თხოვ ჩუმად დალოცვილი მუდამ იაროთ. ბევრი მიმიხვდა უკვე სათქმელს ბევრიც ვერ ხვდება. ბევრმა არ იცის ცხამთა სიქეთ ცუდი რა ხდება. ბევრსაც გონია საზღვარგარეთ არის ცხოვრება. ბედნიერება სიხარული სულის ცხონება. საზღვარს დატოვებ გონიათ რომ არავის უჭირს. ფული გართობა უცხო ქვეყნის ნახვა ბევრს უკვირს. იქ თუ ხარ მაშინ რა გატირებს რატომ განიცდი? ნეტავ მანდ ვიყო ნუღარ ტირის, მანდ ხარ რა გიჭირს? ემიგრანტობა ბევრს გონია ადვილის საქმე. ფული გაქვს ბევრი გაივლი და ერთობის სადმე. ბევრიც იკითხავს, რატომ გიჭირს დედა ხომ იქ გყავს? ჩუმდები ჩემთვის და ვერ ვამბობ ყველგან ჩემს სათქმელს. ფული ცეცხლმაც დაწვას მისი მომგონი. არ ვიწყევლები თქვენს მიხვდებით ამას მე მგონი. ფულში გავცვალოთ დედა, მამა, შვილი, დაძმები. ამას ვფიქრობ და ჩუმად ვტირი ჩემთვის დავჯდები. წლები გავიდა არ მიგძვნია დედის სურნელი. ბევრი იფიქრებს ამ ლექსისთვის რომ ვარ სულელი. მე ის გამიგებს მხოლოდ ცოტა, ვინც თავად იგრძნო. რასგან ვიცდიდი დედას როცა ვერსად უმზერდი. ვეფერებოდი სურათებში მენატრებოდა. ხამე ოთახში მისი სუნთქვა მელანდებოდა. მას გვებულობდი ტელეფონით ან ინტერნეტით. თან გრძნობდი ტკივილს, რაც მას აქეთ ენატრებოდა. წარმოვიდგენდი ყოველდილით მომღიმარ სახეს. მე ხვდებოდი იმ მომენტში რომ არ იმღიმის. უჭირს განიცდის ტკივა მუდამ მას უჩვენობა. მაგრამ არ იმჩნევს საუბრისას მაინც გვიღიმის. გული მიკუდება თან ვიცინი, ვიცი ვერ მხედავს. თვალებზე მომდის მწუხარების მემწარე ცრემლი. დედას ვიცავარ მევტიროდი ალალით ცრემლით. ემიგრანტებო ამ ლექსს თქვენზე როდესაც ვწერდი. მაგრამ რას ვიზავთ ასეთია დღეს ჩვენი ბედი. საქართველოში პირობები არ არის მეტი. მუდამ ამბობენ ახსენებენ დემოკრატიას. თუ არ ასწამთ არ აშინებთ მაღალი ღმერთი. დემოკრატიას რას უწოდებთ დღემდე ვერ ხვდები. ქვეყანას ტოვებ ცხრამთა სიკეთ მონა რომ ხდები. ნამუსიც არ აქვთ ან რა მიკვირს ისიც გაყიდეთ. მუდამ გახსოვდეთ მაღალ ღმერთთან ყველა წავსდგებით. ტელევიზიით გამოდიხართ ითხოვთ უფლებას. რომ ჩაგაბაროთ ეს ქვეყანა დაპირებებით. შემდეგ რა შვებით საქართველოს ქართველი დარჩა? ჩვენი ქვეყანა დღეს გაივსო რუს ჩინელებით. ჩვენი წინაპრის სისხლის ნარწყავ მიწაზე დგანან. სწორედ ის ხალხი ვინც ოდესღაც სისხლი დაღვარა. დღეს კი ქართველი მიდის ტოვებს წინაპართ მიწას. უკან ონობამ თავის ქვეყნის სულ რომ დაღალა. მიდის ტყვიაზე რომ იშოვოს ორი კაპიკი. რაკნას მშიერი ელოდება სახლში შვილები. ხელში უჭირავს იარაღი იცავს ხვის მიწას. თავისას ართმევს კარს მომდგარი მტერი მშიერი. სამართალი და კანონები სწორედ ეს არის. ვისაც ფული აქვს გამარჯვებაც მუდამ მისია. თუ კი არა გაქვს საარსებო არ ვისჭირდები. გამარჯვებაც და სამართალის მუდამ სხვისია. ღმერთმა დაგლოცოთ, ხნეობა და ძალა გარგუნოთ. თქვენი ნებართვით მინდა კიდევ ერთხელ ვახსენო. უფლის ხვედრია საქართველო გფარავთ უფალი. თქვენ გაგიმარჯვოთ ჩემო გმირო ემიგრანტებო.